დეფორმაციული ნაკერების ჰიდროიზოლაცია ხორციელდება ელასტიური ლენტით პენებანდ S-ით და ეპოქსიდური წებოთი პენეპოქსი 2K. ამ სისტემას აქვს მაღალი მოჭიდება ბეტონთან. მასალების გამოყენება შესაძლებელია კონსტრუქციის როგორც შიგნითა, ასევე გარეთა მხრიდან. გახსოვდეთ, სამუშაოები უნდა ჩატარდეს, როცა კონსტრუქციის ზედაპირის ტემპერატურა +5-დან +35 გრადუსამდეა. დავიწყოთ მომზადებით. პირველ რიგში ვასუქთ ამ ზედაპირს და ვაშორებთ სუსტ ბეტონს. დაზიანებულ უბნებს აღვადგინეთ სკრეპა M500-ით ან სკრეპა M700-ით. თუ ნაკერის გასწვრივ ზარებია, მათ ვამუშავებთ პენეტრონით და პენეკრიტით. ამის შემდეგ ნაკერის კუთხეებს აუცილებლად ვამგვალებთ, რათა ექსპლუატაციისას ლენტი არ დაზიანდეს. ზედაპირი, რომელზეც წება უნდა წაესვას, უნდა იყოს სუფთა და სწორი. როგორ განვსაზღვროთ ლენტის ზომა? პენებანდ S-ის სიგანი უნდა იყოს ნაკერის საშუალო სიგანის დამატებული 160 მმ. ანუ წება უნდა წაესვას 80 მმ სიგანეზე, ნაკერის ორივე მხარეს. გადავიდეთ პენეპოქსი 2K-ს მომზადებაზე. ავურებთ A და B კომპონენტებს, შეფარდებით 2 ერთზე, 2 წუთის განმავლობაში დაბალბრუნიანი დრელით. მოამზადეთ წებოს ის რაოდენობა, რისი გამოყენება შეგიძლიათ 20-დან 30 წუთში. მომზადებული წებო დაიტანება მშრალ ბეტონზე შპატელით, თანაბარ ფენად. ფენის სისქე უნდა იყოს 0.5-დან 1.5 მმ-მდე, ხოლო სიგანე მინიმუმ 80 მმ ნაკერის ორივე მხარეს. შემდეგ დავადებთ ლენტს წებოზე და მჭიდროდ მივაჭერთ, რათა ჰაერი სრულად გამოიდევნოს. ბოლოს ლენტის კიდეებს ზემოდანაც გადავუსვამთ წებოს, საიმედო საკეტის შესაქმნელად. ლენტების გადამა ხდება გადაფარვით სამშენებლო ფენით შედუღების გზით, 300-დან 350 გრადუს ტემპერატურაზე. ერთი ლენტი მეორეს უნდა გადაეფაროს მინიმუმ 10 სანტიმეტრით. იმისთვის, რომ ნაკერის შიგნით წყალი არ დაგროვდეს, სიცარიელე აუცილებლად უნდა ამოისვოს სპეციალური ელასტიური მასალით. და ბოლოს, თუ ექსპლუატაციისას მოსალოდნელია ლენტის მექანიკური დაზიანება, აუცილებელია სპეციალური დაცვის, მაგალითად ლითონის ფურცლების მოწყობა.